Nail Moshe lemor. Savet Aaron velbanav lemor. Zot Torat haola. היא העולה על מוקדה על המזבח כל הלילה עד הבוקר, ויש המזבח תוקד בו. קהל קדוש, שפנו פה בבית זוסטת, עם חקיס פירשים, אומר שיצרום, שאין בדמירת שמוביל אותם, שבת הגדולס, תה שם דקשיקי, לילה סדר סמיו בבית, חבר תמה בראבל צלם סתגסנות סוכלני אמן. כל הפריסת הבשים הם דגלוסות. როგორც რომ ღმერთმა დალოცა ჩვენი მამაპაპანი და გამოგიყვანა ჩვენ ეგვიპტედან მიცრაიმიდან იმ ძველ დროს 3333 წლის წინათ და გვაღირსა ჩვენ თავისუფლება ეხლაც კი ბარუხ ჰაშემ ცოტათი აქ ერეთში ისრაელში თავისუფლებას ვძნობთ უკვე ჩვენ გავდივართ უკვე ამ ავანტყოფობიდან ეპიდემიიდან უკვე გამოვდივართ თავისუფლებაზე და დამილოციან სოფლიოც რომ მალე დაბრუნდეს სამყაროში ამ ჩვენ დროში შვიდობა შალომი და ყოფილიყოს ყველა გზები გახსნილი და ყველა საისრაელოს და სოფლიოს დაეწეროს კეთილი მამავალი ბედნიერი შემდეგი ცხოვრება ამენ კაი ჯანმრთელობით და დოლათით ამენ კენი რაცონ უბძანა უფალმა მოშეს ამნაირად და ბედრე არონს დამიშვილებს ამნაირად ეს არის იგი კანონი თორის რაც რომ დაგავალა თორამ რაც რომ ეკუთვნის ყორბან ყოლას სამხტო ყორბანი რომელიც რომ მოდიოდა ყორბან ყოლამ ი აყოლამ ის იგი ყოლა მოდიოდა ზემოთ ზედა სამწვავ სამისამ ზედა სამწირველო ზედა თელი მაღამესა უნდა ყოფილიყო იქ დილამდე და ცეცხლის სამწირველოსი ეკიდებოდა მას და წვამდა მას მურაივე რაბოთაი პარაშა რომელიც რომ იწყებს დავედრებით არონის მიერ მიდრაში სიტყვებს მოვიყვან მიდრაშ რაბაში როგორც რომ წერია ეს არის ფირუშით სეფერი ეფეთოარ რომელმაც რომ ენგრეთ ახსნა და გააფირუშა ზუსტად როგორც რომ ხსნით ჩვენ გამჩენი მოშესეუნება მოახსენებს საბეთ არონ დავედრდა ელაპარაკე არონს დამიშვილებს იმიტომ რომ თუ დაუკვირდებით წასულ პარაშაში პარაშათ ვაიკრაში სადაც რომ არის დავალება ყორბანოთების ალახოთებზე სადაც რომ წერია რომ ადამიანმა თუ შეცოდა უნდა მოიტანოს ღმერთის წინაშე სახსარი მისი სულის დასახსნელი და იქ იყო ბუნებრივად დაწერილიყო არონის სახელი რომ არონმა და მისმა შვილებმა უნდა დაკლას ეს ყორბანი უნდა მიართვას გამჩენს და უნდა მოიტანოს ის ზღვენი ისრაელის შვილისა მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ პარაშათ ვაიკრაში არონი ხსენებულიც არ არის სადაც რომ წერია ის ალახოთები დინები მის ბეახის ხოლილ ხოთმა სიაკორბანოთ ნამოქმედარი რაც რომ არის ყორბნის მიერ ყველგან წერია ველაკე ხუბენე არონ აიღონ არონის შვილებმა წერია ყველგან რომ გაატყაონ არონის შვილებმა მოართვან ვეკრივუ ბენე არონ მაგრამ არ წერია არონის სახელი არსად ზანამო შემდა დაიძახა გამჩენს ეკითხება ჩემი ძმა არონი რატო არ არის ხსენებაში რატო არის მის სახელი ამოშლილი ყველგან შენ რატო მიმართა მის შვილებს და არონმა რა დააშავა რომ ის არის აშლილი ამ ყორბანოთების დინებიდან და მისი ხსენება სულ არ არის მოყვანილიო ალბათ შენ კიდევ გულით ატარებ უფალო ღმერთო ყოლმისაო ჭუჭხს არონზე რომელმაც რომ გაბედადა მეხმარა ყერბრაბის ხალხს და მისი ნამოქმედარით მის მეაღერ ვაუშენდა ყეგელს ამიტომაც შეიქმნა და დატრიალდა ყეგელის სოდო შენ თუ უფალო ღმერთო ამას კი გულისხმობ და ამისათვის იწუნება არონს
გამაგებინე მე როცა მივიღე არახოთები კორბნების როცა რომ შევისწავლე შენსგან რა არის დინი როგორ უნდა დაიკლას კორბანი შენი ყო რომ მასწავლე მე დაიგრეთ მითხარი დაიგრეთ მითხარი რომ აროს ეკუთვნის ეს ალახა და მისი შვილები თუ რამეს ღებულობენ ეს მოდის ყველაფერი არონის ძალისგან სად გაგონილა სად მოსმენილა რომ ჭა სიდანაც რომ წყლები ამოდის დაწუნული არის თვითონ ის ჭა რადგანაც რომ არის ამ დასრული მაუს ვერო მეკუბა არ ამიღებული ჭა ხოლო წყლები მისი დაილევა თუ არონი დაიწუნე არონს უარ სეუნები მის წელიდან მოსული მის ძალიდან მოსული მისი შვილების კორბანი რადგანაც რომ მამიდან ევალება ბიერუშათა დამკვიდრებული მამიდან შვილებისას როგორ ღებულო დაგერუ ფალო უმერთო მოშე გამჩენს დიალოგში შეუდის და კიდე მეუნება მე მოვიტყვან ასეთ მაგალითს სადაც რომ მტკიცდება ნამდვილად კაფიოთ რომ ზოგჯერ შესაძლებელი არის რომ შვილის გამო მშობელსაც არ დაიწუნებენო და ეს იგივე კორბნების ალახოთებში არის დინები რომელიც რომ არის ხეები შეშები რომელიც რომ უნდა მეწყოთ მის ბიახზე როცა რომ იწვებოდა დამწვარი ნამწვარი შეშა ზემოთ სამწირველოზე არის ალახა ყველანაირ ხეებიდან მოიტანდნენ ყველა ნაყოფიან ხეებიდან მაგრამ ორი ხე იყო რომელიც რომ აკრძალული არის რომელი არის ეს ორი ხე არ მოიტანდნენ ხეს აგებენ ვაზის ხეს აკრძალა თორამ მისი მოტანა მისი შტოების მორთმევა და დაწვა მის ბიახზე ზედიხილის ხეც აკრძალულია მაგრამ სამაგიეროდ მათგან გამოსული ზეთი კი ამოდის მის ბიახზე სამწირველოზე ღვინოც ამოდიოდა სამწირველოზე შვილი გამჩემა მიახლოვა მშობელი კი დაიწუნა მაგრამ ხედავთ რომ თორაში მაინც არ წერია რომ ეს ორი თავი რომელიც რომ არის ზეთის ხედა რომელიც რომ არის ვაზის ხე აკრძალული არის მათი მოტანა როგორც შტოდა ნატეხი ხე ზემოთ სამწირველოზე რადგანაც რომ შვილის გამო პატივისა თორამ გამჩენმა მშობელსაც მაშა სადამე პატივი უნდა სეარონსაც შვილების გამო სადაც რომ ის შვილები არის მის ახლოებელი არონის სახელით არ უნდა წაიშალოს იქ მოისმინა უფალმა მოშეს ლოცვები მოშეს თხოვნა მოშეს გულიდან ამოტანილი სიტყვები დაუბრძანა გამჩენმა ენგრეთ სავ ეტ არონ ვეთ ბანავ ლემორ დააბედრე არონთან ერთად მის შვილებს მე რომ თქვი არონის შვილებმა გააკეთონ არა იმიტომ რომ ამაუშალე მამა არონი და შვილები მართლა როგორც შენ ამბობ ერთია კანონით კორბანოთებში არონი არის ყველაფერში როგორც მის შვილები ზოთ თორათა ყოლა ეს იქნება იგი ზაკონი კანონი კორბან ყოლასი რომელიც არის ყველაზე საუკეთესო მორთმეული გამჩენის წინაშე ყველა კორბანოთებში ამორჩეული კორბან ყოლა აქედან იწყებს ფარაშა აი ამ კორბანშიც საუკეთესოში ყველაზე წინდგომ კორბანში არონმა უპირატესობა მიიღო პირველ ადგილზე დგა მერე მოდის მისი შვილები წავეთ არონ ვეთ ბანავ ლემორ დააბედრე არონს და მის შვილებს ამნაირად მორაიბე რაბოთაი აქედან გამამდინარე თუ პარაშათ ვაიკრაში
არონის სახელი არ წერია. ეს იმიტომ კი არა რომ არონი თორამ ამოშალა, ხსენება არ მიცა, არც მოიხსენა, არა, იმიტომ რომ ვაიკრა მთლიანად მოშეს აჩუქა გამჩენმა, როგორც ავსენით წინა გადაცემებში, ვაიკრა ელ მოშე, რასაც მოშე მიაღწია იმ დაძახებით, კაცის შვილი არ არის დამაგვარი მოშესი, ამიტომ არ დაწერა თორამ არონის სახელი, რომ არავის ეგონოს, რომ არონი და მოშე, როგორც ძმები პირად ცხოვრებაში, ამ დონეზე და ეტაპზე მისულები იყვნენ ორივე ერთ და იგივე ღირსებით. მოშე ლეხუდ, მოშე სხვა და არონი მაინც სხვა, მოშე მაინც სულ სხვა ეტაპზე იყო. ეუნება გამჩენი მოშეს შვილო, კი მე არონზე გული მამივიდა, რომ შეაცოდინა საისრაელოს, რომ გააკეთა სამწირველო, რომ არ გაეკეთებინა ის სამწირველო ყეგელისთვის არ შეცოდავდა საისრაელო. მაგრამ დაუკვირდი ადამიანი, რომელიც რომ მონანიებით მოდის, რომელიც რომ თეშუას აკეთებს, გამჩენი ყველას ღებულობს. არონის შეცდომამ გვასწავლა, რაც არ უნდა დიდი კაცი იყო, შესაძლებელია შეცდე. და მაგონდება გებრის სიტყვები, მასხეთ ყამოდაზარა მეოთხე ფურცელზე უნდა იყოს. წერავს გემარა, ლო აია რაუინ დავიდ ლეოთომაღასე, არ იყო დავიდი მის ღირსი, ის ნამოქმედარი მომხდარიყო მასთან, რაც რომ მოუხდა ბაჩებახთან. მაგრამ გვასწავლა გამჩენმა დავიდის მონაქმედით, რა არის სოდო და როგორი არის თეშუვა. შეიძლება დიდმა კაცმა შეცდეს, მაგრამ თეშუვა ყველას ეკუთვნის. და როგორც რომ გემარა წერავს კიდე იქ აბოდაზარაში, ველოაიუ ისრაელ რეუიმ ლეოთომაღასე, არც ისრაელის შვილი არ იყვნენ მის ღირსი თორის მიღების დროს, ყეგელის მიხედვით დიდი ცოდო ჩაატარენ, გააკეთენ და გამჩენთან გამოჩდნენ ცარიელ ჭურჭლებად. მაგრამ გვასწავლა გამჩენმა, არა მარტო კერძო ადამიანს შეუძლია თეშუვა, ზოგადად ხალხმაც რო შეცდეს, ციბურმა ჯამაათმა გადაიჭეხოს, ყველა რო დადგება ერთობით თეშუვას რო აკეთებენ, გამჩენი გზანდება ყველას მიმღები. ეს დააზასტურა თორამ ვაიკრას ფარაშის ბოლოში, იქ არის კორბანი, რომელიც რომ მოდიოდა, მათ შორის ერთი კორბნებიდან, რომელიც მოდის ალ გეზელაგერ, ასე არის ალახა. კაცი მორჯულდა, არა ებრაელი, მიიღო მის თავზე ებრაელობა. მას არავინ არ აყავს, არც ახლობელი, სხვა რჯულიდან მოსული მოწყვეტილი, კუთხედან მოსული, კაც არ იცნობს. შემთხვევა ხდება, შეიძლება დაქორწილა, შვილი არ ყავს, ისიც ხო ხდება. გემარამ დაადგინა, თალმუდმა რო ლაპარაკი არის საკალახაში, მორჯულებულ კაცს რომ კაცმა წაგრიჯა და წართვა. სასამართლოში მოდიან ორივე და დაიფიცა ამ ისრაელმა, ვინც არის, მეო ამიდან არ ამიღია არაფერიო, არ წამიგლეჯია ამ კაციდანაო. და მერე გამოჩნდა რომ თურმე მოიტყვილა. რა იყო მის სასჯელი? კაცს უნდა დაუბრუნოს, რაც ეკუთვნის. ერთი, გამჩნდა რადგანაც ფიცით შეცოდა, ყალბად დაიფიცა, სიცრუეზე გამოიტანა გამჩენის სახელი, გამჩენთანაც ცოდვა ჩადენილი, მეორე კორბანი გამჩენთანაც ეკუთვნის. ადამიანთანაც მოინანიე, გამჩენთანაც ვალშინ უდარჩები. აი, ეს არის წასული ფარაშის ბოლო სიტყვები. და იქ ენგრეთ მთავრდება. ვეხი ფერყალავა ქოენიფნი ადონაი. და მაშინკი აპატიებს მას იგი ქოენი წინაშე გამჩენსა და წეშლება მისი ცოდვა. ვერისლა ხოლო ეპატიება მას. ზედა ყოველესა იმის ცოდვებისაგან, რომელსაც რომ ადამიანი ჩაიდეს და დაშავდება. დაუკვირდით ამ სიტყვებს. ხიფერ ყალავა ქოენ
ვენისლახლო. რა არის დამაზრწურებელი, რომ ამ ადამიანს თავის ცოდო ეპატია. მაშინ როცა ცოდო გეპატიება, თუ გინდა ბროლი წმინდა ცოდის წინათ როგორც იყავი ინგრეთ ხარ. არა მარტო ეს, კაცი როცა დაისვარა და გასუფთავდა თეშუბით, წესიერი დაბრუნებით, მეტ მაღალ ეტაპზე ადის კიდევ ღირსებით, აუკვირდით. ამიტომ მაგნაირ ადამიანს კი შესაძლებელია სასწაულიც დაემართოს. ამიტომ დაუკვირდით სიტყვებს ვენისლახლო, ვენესხალო, სასწაულიც კი დაემართება მასეთ ადამიანს. ყველას არ აქვს ამის უნარი, შეცდა, მოვიდეს, მოინანიოს, თეშუვა გააკეთოს, ბოდიში მოიხადოს, კაცმა კაცთან თუ გამჩენთან და აღიაროს თავის ცოდვა, ამას სულიერი ძალის მოკრიფა ჭირდება. რამდენი ხალხი არის პირზე კაცი კაცატყუილებს, სიტყვას გეტყვის, აგერ წუთში თვალის დახარხინებაში შეიძლება კაცი მოატყუილო, მაგრამ მაინც ვერ გებულობს რომ შეცდა. აი წაგლეჯვა, წართვება, ადამიანის გადაჭერხვა გზიდან, რამდენი ცოდო ხდება, რამდენში ვარ ერთმანეთთან, ჩვენ რო არ ვიცით, იმიტომ რომ ანგარიში ვერ უკეთებ წესიერად ცხოვრებას. ადამიანო, ყოველდღე დაუკვირდი შენ თავს, ჩაიხედე სული სარგეში და ნახე სადახარ შემცდარი, მოიკერებ იმ ძალას, სულიერად მომაღლდები, მაღალ ეტაპზე ახვალ, ბოდიში მოიხდი, ვაშკაცურად, მაგარ მონანიებით, გამჩენი კი გაპატიებს, ადამიანიც გაპატიებს, მაგრამ შენი მონანიებით იმხელა დარგზე ადიხარ, ვენისლახლო, ვენესხალო, შენ კი სასწაულებიც დეგემართება. ამასთან დაკავშირებით, როგორ შემიძლია რომ შევიდე პირდაპირ ფესახზე. რა იყო ჩვენი მამაპაპის თავგადასავალი ეგვიპტეში? მაგათმა დაამარცხენ ყაბოდაზარა. ხო ვიცით მიდრაში სიტყვები. ანგელოზი, რომელიც ამ აბესღარი გამჩენთან დგა, როცა ისრაელის შვილი წყალში შედიანი ამ სუფში, დამიცრიელები უკრიდან მოსდევენ. დგა ანგელოზი და გამჩენს მოახსენებს. ალალუ ყოფდე ყაბოდაზარა. მეალალუ ყოფდე ყაბოდაზარა. უფალო, სად არის სამართალი ამ ქვეყნათაო? ანც ესენი არ უქნია გამჩენ არც ესენიო. თუ მისრიელები არიან ყაბოდაზარის მოსამსახურეებიო, ეგრეთ არის ისრაელებიც იმ ყაბოდაზარას ემსახურებოდნენ ეგვიპტეში. თუ მისრიელები სხვას აღერთებდნენ, ისრაელიც აღერთებდა იმ სხვას. სადაც ესენი იყვნენ, ესენიც გადაიჭეხენ. აბა, რატომ ეღირსა ისრაელს გადარჩენა? და ამ ეგვიპტელებს რატომ უნდა დაიყოფონ ესენი? ერთ-იგივე არ არიანო? ასწრავს თორა. ვაისახ, მალახ האלוהים, ההולך לפני מחנה ישראל, ויעמוד מאחריהם. צאנס מדרשים, דמשווין כי ירה עם אנגלוסמה, რომელიც რომ ისრაელის წინეთ იყო დამდგარიდა, დაუდგა ისრაელის უკნიდან, სადაც რომ ისრაელის უკანა მხარე ეს არის პირი ეგვიპტელების მისრიელების. ისრაელის უკან მისრიელია. თუ ისრაელის უკან დადგა ანგელოზი, დაში ეგვიპტელების წინა დამდგარი. და ეს მიდრაში ანგელოზი რომელიც იყო მაბესღარი, გამჩენმა გააჩუმა. დააყენა უკან ისრაელის უკან და იმა ბესღრებინს რომ არიან ყაბოდაზარის ჩამდენი ხალხიო. რატომ? სანამ ისრაელი გამოვიდა ეგვიპტედან, დაკლენ ცხოვრები, ამით იგულისხმენ რომ ჩვენ არ გვწავს ის ზალა, რომელსაც ემსახურება ეგვიპტის ხალხი, არ არსებობს ეს ზალები, არსებობს მარტო ერთი უფალი გამჩენი ღმერთი. რადგანაც რომ ის აღიარა საისრაელომ, გამჩენი გააღმერთა, აკადოშ ბარუხუ მოამაღლა და კერპები კი დამარცხა დააგდო დამხო,
ამით კი მოსმომისრილების ზალა. ეს იყო ისრაელის ეშობა. რაქნა გამჩენმა ვერ ისლახლო, აპატია გამჩენმა მათ. რაქნა გამჩენმა ამპატიებით ვენეს ხალო სასწაულიც დემართა მათ. შაბათ აგადოლი იყო. შაბათ აგადოლი 10 რიცხვი ხოდეშ ნისანში, როცა რომ ჩვენმა მამა პაპამ ცხოვრები აიყვენ და გამზადენ, ამას კი ამარაგებდნენ. დამისრიელები კითხულობენ, სად მიყავთ ჩვენი ღმერთი, ჩვენი სარწმუნოებას რას უკეთებ, რო ათრევთ. ეუნება ისრაელი, ჯერ უნდა დავაბათ 4 დღე ჩვენ კრაუტებთან იქნება დამბული საწოლებთან. მერე კი დავკლავთ მთელი ეგვიპტე ნახავს, რომ არაფერი ძალა არ არსებობს მასში. არის მარტო ერთი გამჩენი ღმერთი, რომელიც რომ მართავს, იმან გააჩინა სხვარიც, ადამიანიც და მთელი ბუნება, რაც არსებობს ამ ქვეყანაზე. მორაი რაბოთაი, ყველაფერი არის 10 ნისანი. 11 ნისანში არის აზრი დრაში, რომ ამ დღეს იყვნენ ისრაელის შვილები იწყებდნენ დამილაებას უკვე. აზრიზინ მაგდიმინ, ის რომ ასწრაფებდა, აჩხარებდა, ბავშვების მონათლა დაიწყენ უკვე ემზადებოდნენ მიცრაიმიდან გამოსვლას. 11 რიცხვი არის კიდევ. გამიხსენებთ ხონებულ დიდ ადმორ ლუბავიჩის რაბის რებეს მიზეხუდი დეგებუროს ყველას ამენ, რომელიც რომ ზუსტად ამ დღეებში იუდალებ ნისანი არის დაბადების მისი დაბადების დღე. ჩვენ ვიცით კაბალიდან, გებრიდან, ალმუდიდან, სადიგი როცა რომ ამ ქვეყნიდან მიბრძანდება, მისი მიბრძანება არ არის გადაცვალება, მისი მიბრძანება არის ხელახლა დაბადება. იარვიდ ახლა შევიდე ამ დიბრეთორებში, ეს ეხება გემარას კიდუშინში 38 ფურცელ, კიდე სხვა ადგილებს, თალმუდში, კიდე მასხელ მეგილავე 13 ფურცელი, სხვადასხვა ადგილები. ხოლოდ მოკლედ ვიტყვი რომ ადამიანი რომ მიდის ამ ქვეყნიდან, იცოდეს იმან რომ გადაცვალება დაბადება. და ადამიანის დაბადება ეს არის გადაცვალება. შაბარობოდის წმინდანე შამამ ქვეყნად, იმიტომ რომ ის მისვლა იმ ქვეყნიდან, გამოაცილენ იმ ქვეყნიდან წმინდანე შამა, ამიტომ ბავშვი იბადება ტირის, უზნედება იმ სამყაროდან მოშორება. მაგრამ კაცი ადამიანი 180 წლის შემდეგ რომ მიდის ამ ქვეყნისგან, ესეც ტირილით. რატომ? იმიტომ რომ ამ სამყაროს ისე შეეჩვია ბუნებას, უზნედება აქაურობის დატება. ამიტომ რაგერაბოთაი მოიხსენიო ჩვენი წმინდანები. დღეს 11 რიცხვი კიდევ ცხოვრება მიცეს ღმერთმა. მე არასოდეს არ დავივიწყებ. ეს ჩემი ბებია. ბებია დებორა, რომელმაც ბავშვობაში მე გამზარდა. მასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მამა ჩემის დედა და დღეს არის მისი გადაცვალების დღე, მისი არცაიათის დღე, იუდალეთ ნისანი ჩაუტარეთ მას ჩვენ. ამისათვის ვახსენებ რომ ჩვენი თორა ეს მისი თორა იყო, იცოდეთ. სიმძლით გაზარდა მამიკო, მამა ჩემი, თორისკენ, გამჩენისკენ და ჩვენ შვილიშვილებს ხედავდა ეშივაში რომ მივდიოდით. ჩამოივლიდა ბები, ბაბუაც ცონებული. ჩაგვიდებდნენ ჯიბეში რაღაცას. თქვენ თორა ისწავლეთ, შვილებო, ბავშვებო, არაბიჯავრი არ გექნეთ. მათ ცხოვრება მიცეს ღმერთმა, ყველა ჭიშმარიტ ადამიანებთან ერთად. იკაი თქვენო ჩვენზე, ჩვენ ოჯახებზე, ჩვენ ჯამაათებზე სიკეთე და ბედნიერება. იმიტომ ჩავსვია პესახი. ნისლახი რო აიღოთ სიტყვა ნისლახ. ნუნ სამეხ ლამედ ხეთ. გემატრია 148. პესახ. პეი 80. სამეხი 60. ხეთი 8 შედგება მთლიანად 148. კემახ ქვილი. აი თორამას გვასწავლისა გულისხმო ჩვენი თორა. შვილებო, პესახის დღეები რომ მოდის, არ დაივიწყოთ რა სასწაულები დაუმართე თქვენ მამა პაპას ეგვიპტეში, მიცრაიმში. ქვილი წყალში აურიენ, მაცები გამოაცხენ,
სიმწრით გამოგიყვანენ შვილები, გასწავლიდნენ გამჩენი სამსახურს იმაცების გამოცხობაში. არ დაგავიწყდეთ შვილებო, თქვენც თუ ასე გააკეთებთ, თქვენც თუ ღმერთზე მიკრულები იქნებით, სული და გულით, იცოდეთ რომ დაგვიდგება ბედნიერი მამავალი პესახი. მაგონდება გემარა. მასეხეთ როშაშანაშია. არბაყა რაშეშანიმჰენ. შეგით ხოლმე ადამიანებს ყველა გეტყვის როშაშანა როდის არის? სვია გასო. ხოდეშ თიშრე. განგვია, სექტემბერი ხო ყველა ვიცის. მაშინ როშაშანა ზაფხული თავდება, შემოდგომა იწყება, მოკლედ. ხოლოდ ჩვენი თორით მაგ როშაშანა არის საერთო მასტერი როშაშანა. საერთოდ ადამიანის ირგვლივ რაც რომ მოდის თავგადასავალი, რაც რომ შეიძლება ცხოვრებაში მოხდეს, ცხოვრება, ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ფარნასა, დოლათი, განვითარება, სწავლა, ლუბოი საკითხი, ყველაფრის მასტერი, შიბერაში რო იტყვიან, სიდანაც რომ დაიკეტება და იხსნება. ეს არის როშაშანა, რომელიც წლის დასაწყისია. მაგრამ დაადგინა გემარამ, კერძოდ სამი როშაშანა არსებობს კიდევ. პირველი ფესახი, დაადგინა გემარამ, ფესახ აოლამნი დონ ალათებუა. ურიკაკალზე, ხორბალზე, მოსავალზე, მარცვალზე, ამაზე ყველაფერზე ფესახი წვიდავს. ფესახი არის ფარნასის, გადამწყვეტი ადამიანის ფარნასა, შემოსავალი, გასავალი, შონა, მოგება, წაგება, ჩემო გვაცილოს, სულ ყველაფერი წდება ფესახში. შაბუყოთი, დადგინა გემარამ, აოლამნი დონ ალფეროთ აილან. სოფლიო კი სამართლდება ხის ნაყოფზე. თუ ფესახმა ურიკაკალი მიწის ნაყოფზე, რომელიც რომ ხიტა არის იქ მეფობს, ურიკაკალი ის არის მეფე მიწიდან ამოფუზულ ყველანაირ გვარებში. აი ხეზე რო გადახვალ, შაბუყოთი მოდის. და ამათ ორივეს მიწიდან ამოდის თუ ხეზე არის გაზრდილი, ორივე ჭირდება წყლები, ორივე ჭირდება წყლის ძალა. როდის არის რომ სოფლიო წყალზე სამართლდება, ეს არის სუქოთის დღეები. მაგრამ ფშატი გემრის ეს არის, ოპერაციოსტენი. მაგრამ ამ გემარაში კიდე სხვა რაღაცა ჩახსოვილი. დაუკვირდით კარგად. გემარა გულისხმობს კიდევ, რაფერაც მაქვს ნათქვამი. ჩვენი რაბების ნათქვამ სიტყვებს, ყველა სიტყვას ბევრი დაკვირდა გააჩნია და ბევრი გაგება, ბევრი მიდგომა და ბევრი მუხლი. დაგვასწავლა თორამ კიდე სხვა დიდი ჭკუა. შვილო ერთი რამ იცოდენ, ფესახში არის მსოფლიო პურიკაკალზე გასამართლდებაო. თუ ხარ გამტანი პურიკაკლის, ხარ გამცემი ცედაკის, გასამართლებს გამჩენი გაცემაში შემოსავალიც უკვე დეგეწერა. ნოთენ მეკაბელ, გაცემ მიიღებ. მაშინ სამართლები. ფეროთ აილან, ხეიდან მოსული ნაყოფი, შვილო, შენ თუ თორიდან ხიდუ შემოკრიფან, შენი აზრი დაკვირთული იქნება თორის სწავლაში, სიღმეში შესვლაში, რო გაიგო, სადაც ადამიანი ჭკუა გაჭრის საქამდეც, გჯელობ რომ შეხვიდე და შეხვიდე სიღმეში და სიღმეში. ჩაწოდე და გაიგო, დაუკვირდე და გაანალიზო, დაკვირთო შენი ტვინი თორით, სწავლით, გამჩენი სამსახურით, ჭიშმარიტობით, კედუშით, ტარით, სიწმინდით. შვილო, შენ ამას გააკეთებ და ფეროთი ნაყოფი გექნება ამ შენ მონაქმედიდან ეს შენი ადამიანობის შეცვლა,
კაი კაცობისკენ წასვლა მეც დაგილოცავ ხერს დაგილოცავ შენაყოს შვილო შენ თუ სუქოთის წინ წყლით დადგები გამჩინთან სრემლებით ილოცავ მონანიებას გააკეთებ შენ სოდობრალზე მიიღებ შენ თავზე რომ არ დაბრუნდე შიფხი კამაილიბეხ და შენ სრემლებით მოხვალ და მიკვეთ არას გააკეთებ რომელი მიკვეა ყველაზე კარგი მიკვე იცით ზოგიერთ გონია შავალ წყალში ვიბანაებ მიკვეში ხლა მეკითხება ზოგიერთები რაბიო კაი დღე მოგზანდებაო და რამდენია კარგიო რამდენჯერა ბარუხ ჰაშემ სხვადასხვა დიდი ხალხი გამოგვიზებულია ძალიან დიდი ხალხი რა ვთქვა შემიძლია იმდენი ხალხი რეკავს იმდენი ხალხი წერავს იმდენი ხალხი ბარუხ ჰაშემ ჩვენ გადაცემებს შეუერთდა მეგეუნებით უკვე ლაბარაკი არის ძალიან რაოდენობაზე ათასობით რაოდენობაზე აღარა ლაბარაკი აქვს 1500 2000 მერაფერაც უყურებ ყველა სოფლიო კუთხედან რეკამენ ყველა კუთხედან მეკითხებიან დინები ალახოდები ახალგაზრდები მეკითხება მოსკოვიდან ხოთნიდა სადიღო ამბავი გასწავლამდე ახალგაზრდები რეკამენ აგერ რამლედან დღესე ახალგაზრდა ბიჭმა შეკითხვები დამისვა ელაშვილის ბიჭა ამჩემა გაუგზელოს დღები და წლები რომელიც მეკითხება რაბი რო მოვიქცეთო ასეთი სიტუაცია არის ოჯახურიო კოტმიოტის საკითხზე შევიდაო დაქორწინებული არისო ვიღაცასთანაო რომელიც არ არის ჩვენ ყაიდადან სეპარადი არის და მაგერი კიტამენ მაგალითად ბრინჯდას რაღაცებს დედაჩემი სტუმრად მიდის შემდასთანაო ფესახში როგორ მოიქცესო მე მეკითხება პასუხი გავეცი შენი დავალდებულია ქმარი როგორც იარება იმ გზაზე იაროს ის იცოდეთ ჩვენ ვალდებული ვართ ქალებმა დაუჯეროთ მამაკაცი აშკენაზი ყაიდი გახვალ სეპარადი სეპარადულად თუ მამაკაცია ქართველი ებრაელი და მოიყვანა ცოლი სეპარადული სხვადასხვა ყაიდებიდან იმ ქალმა ვალდებული არის რომ შეინახოს და კოტმიოდი არ ჩამოს შენ მადამ ქმარის ქვაზე უნდა იაროს ჭამენ მაგენი ჭამოს მე შენ დასზე არ მკითხულობ მეუნები მე მაგიჟავრი არ მაქვს მაგალახა ვიცით შენმა დედამ როგორ მოიქცეს თქვა და მაგეც გადაუწყვიტე და უთხარი შენმა დედამ წავიდეს მხოლოდ იმ პირობით რომ კოტნიოთი არ აჭამონიხ არ ჭამოს რაც აკრძალული არის მისთვის იმიტომ რომ მისთვის აკრძალულია ნამდვილად აკრძალულია იმჯერონ რომ მისი ყოფნაში არ გაკეთეს ისეთი რაც რომ მას არ ეჭმება მერე წავიდა შეკითხვა მაგალითად ჭურჭელი თუ ხელა ახალი ჭურჭელია საჭირო ამდენზე აღარ დაუმძიმე გეუნებით აგერ თუმცა იყო ადგილი დასამძიმებელი მაგრამ არ წავედი მაგაზე მოვიყვანე რაშვა ჩუვაში არ შევალ ახლა ვილხოთ რეხო ვილხოთ ხელებ მაგალითები მოკლედ ეს უკვე საკახარი ალახაში გადადის შეკითხები ბოდის ყველა კითხულობენ ახალგაზრდები დიდი პატარა ამ გაკვეთილება დიდთორა გამოაღვიძა და ვინც ამ ამბავს შეუერთა კიდევ მეორე თქვენ გაგიგზელდა დღები და წლები ბოდიშ ხოვილობ თქვენთან მაყურებლებთან თუ 15 წუთი 20 წუთი ცვალობთ მაგრამ გველოდებით მაგრამ ეს ახლა ახალ ფორმატზე რო გადავედით მithumedes ეს ახალგაზრდები რო ჩამოდიან ტებერიდან ჩამოდის კაცი 2 საათი 2 საათი გზა მაშინით რო ჩამოვიდეს აშდოდში იმისათვის რომ დადგან აპარატურა ყველაფერი და გადაიღონ ღირსეულად და მაღალ დონეზე ეს პირამიდები რომელსაც უყურებთ იხილავთ ეს ყველაფერი არ არის უბრალო რაღაცა ამას ხო ჭირდება დაგეგმა ამას ხო ჭირდება გაკეთება გაგიგზელდა დღები და წლები ამენ თქვენს მაყურებლებო რომლებიც რომ ამ ამბავს უერთდებით ქოლაკაბოთ ნეტარზე თქვენ რო ასე ღირსეულად და სწავლობთ და რეკავთ და კითხულობთ და მჯერობთ და გინდათ რომ შეხვიდეთ მაგრამ ტვინები მამა შემოყვარს სიმღერა ქართულად მღეროდნენ საქართველოში გაუმარჯოს ტვინებსა თორი დატვირთულებსა ზოლებული სიმღერები იყო ზოლებული ოთარ შემოდნენ კეიფოდნენ ჩვენი რაბები კი არისო მუდორაბები მუდო მარტო თორა არის ზოგიერთი მარტო ვიეც თორა წაიგდა დელი თავი ურტყი გედელ არა ჩვენე ჭამის დრო ჭამა გვიყვარდა აბა გამომცადეთ ეს რობით არის გამომცადეთ პურვარილში მაგაშიც არავის ჩამორჩები დამიჯერეთ ნორმალურად ბარუხ ჰაშემ რა ჩვენთვის რაბის ღირსეულად ბედნიერად ყველა ფერში უნდა იყო და ცოცხალი ადამიანი ეს იყო ჩვენი რაბები ეს იყო ხახამ რეფერი წონებული ასე იყო რაბი ხახამ იაკაკო დავარაშვილი ასე იყო ძველი ჩვენი ყველა რაბი ხოლო რაბი უნდა დაიცვას თავის პედუშა
თავისი წმინდა, თავის მეობა, მაგრამ ჯამაათში უნდა იყო. ასე რომ მე პირადად ბარუხ ჰაშემ, მადლობა გამჩერდეს რომ ამ ამბავს ვაკეთებთ და შეგვეციოს მაღალი გამჩენი ღმერთი. ვინც ამ ამბავს უერთდება, აი ახსენე აგერ პესახი თქვი, აგერ მოიხსენიე, თქვი რომ ვინც თორას სწავლობს, ვინც კიმხადების ხას გაიტანს, გარემებს ეხმარება, მას გამჩენი ეუნება, დაგაწერა ბედნიერ პესახს, გაგას სამართლებ, შებრალებით, შვილო, შენ გაეცი, იმ წუთში აღებული გაკიცოდე უკვე. შენ სწავლობ თორას, ტვირთავ შენ აზრს, თორით, კედულშით, მეც დაგიტვირთავ. გაგიმსებ ხებს, ნაყოფით, გექნება ღირსება და დოლათი. იცნიდა შენ თავს სწრემლებით, გაგასუფთა ბოლომდე. რომ მიკითხება კაცი იმას ვრუნდები. რაბი, მიკვეში რო ჩავალ, რამდენი ტებილა კარგი, კაიდგებოდის. მიტარიმბარეგერ, 7-ჯერ, 9-ჯერ. ხლა სიმართლე გითხრათ, კი, წერია ყველაფერი ლაკადოშისთან წერებში, არის ლაკადოში ყველაფერი. მაგრამ ერთი უბრალო რაღაცა უთხარი. იცოდე თქვა, მე გეტყვი, ეს არის პირველი, მეორე, მესამე. ყველაზე კარგი მიკვე გინდა თქვა, რომელიც არც 7 არის, არც 9-იანია, არც 12 ტებილებია საჭირო. ყველაზე მაგარი მიკვე არის ის მიკვე, რომელიც შენ ტანიდან გამოდის. რა არის ამნაირი მიკვე? ადამიანის ტანიდან გამოდის ის მიკვე, ჩვენ ჩავდივართ წყალში. არა, წყალი რო გამოდის შენთან, წყალი. რო გამოდის შენთან ოფლი კედუშის. მაცების გამოსხობა არის, მისვებზე სირბინი არის, სრემლები არის, რომლითაც რო გამჩენებს სახურები. იცოდეთ, არ არსებობს ერთი ნალოცი ისეთი, სადაც დავიდა მერე სრემლებით არ ქონდა ნალოცი. დავიდის მოსვები ყველა დიმხა, აი თალი დიმხათი, ლეხები მომალაილა. რა არის დიმხა სიტყვა დავკიდი, დიმხა. დალედი მემ ყაინეი დავიდ მელეხ ალავა შალომ. სიტყვა დავიდა მელეხი. ზამდებოდა სიმბოლი ლოცვის, სიმბოლი კედუშის. ჩვენ როცა ასე ვიქნებით, გამჩენი სასწაულები ვიკეთებს. ვრუნდები იმ თემას, სადაც რომ დასრულდა ფარაშათ ვაიქრა. გამჩენი ეუნება მოშეს შვილო. თუ სოდილიანს ეშუვა საკეთებს და უპატიო. და იმ დუნეზე მიდის, რო აიწევა, საქამდე აიწევა მისი სული, რომ მე მაგ ადამიანს ისევ ამაღლებ, ნეს ხალო სასწაულებიც დაემართება. თუ შეინახა თავის ეტაპი, სასწაულებიც დაემართება. შენი ძმა არონი ნაკლებია სხვაზეო, სხვა ცუდიანებზეო. შუვა გაიგეთ არონმა, ლო აი არაუილეო თო მაღასე, არ თქვი წაღარა გემარაყბოდა ზარა, არ იყო ამის ღირსი, მომხდარ იყო მისი ხელით. მაგრამ თქვა ვასწავლე ხალხსაო, ჩერეს არონით, რაც არ უნდა შეცდე, ყველაფერზე მონანიებათე შუბა, ყველაფრის პატიებელია თუ გული და სულით კეთდება. ამიტომ შენი ძმა არონიც მიიღება მისი თეშუვა მიღებული არის იცოდეო. Sav etaron, el sabe la cabodazara. Davgina, sabe kavlika, pasuye shagiaushi. Davgina gimaram. Amidon sabe daron, Aron is sabi, Aron is gagetebuli. Is sodorome sasro shengulis khorob. Is gamo shale. Aron is sakheli parashal vaikrashi. Shatvale ro es ararsebos. Aron bet bana. Mastanertad mishvilebi da mama. Erdaigivia, ჩემთვის ზოთ თორა თაყოლა. ეს არის კი თორა იმ კაცის, რომელიც რომ ამოდის, არონი, რომელიც რომ ღირსებით ამოდის და მაღლდება, მისი სული მეტის მეტად კიდევ მაღლა და მაღლა. რაივე რაბოთაი, ალკადოშ არა მარტო ადამიანი Aramarto Israeli Shvilit Siburi, როგორც დადგინა თალმუდმა, მიდრაში სიტყვები არის ბენისან იგალუ, ბენისან ყათიდილე ინგაელა, ნისან ისეს დავიხსენიო გამჩენი ბრძანებს, ისრაელის შვილი ეგვიპტედანაო, დრო დადგება ნისანის დღეში, დაგიხსით კიდე შვილებო გაღირსეთ იესუხასაო, არა მარტო მრევლი,
კრებული არა მარტო ერი არა მარტო ჯამაათი კერძო ადამიანის ერთიც რო იყოს ისიც ეღირსება იმ ერთსაც ეღირსება თუ გულით არის გამჩენთან იმასაც გამჩენი შველაც უბზანის და ერთიც დაიხსნება სადღაც დარჩა ჯამაათი მე მოგიყვებით ერთ პატარა ისტორიულ ფაქტ სხვადასხვის ამასთან დაკავშირებით მე შემეძლო სხვა კიდე მე მეყოლა მაგრამ არ გადავალ შორზე არ წავალ იმიტომ დღეს ძალიან დიდი გეგმა გვაქვს ალახოთებიდან გავაპირუშოთ ბევრი ალახოთები არის შემდეგში და მე მაინც რადგანაც ფარაშა არონით დავიწყე არონის შვილებით მუშერაბინოს შეკითხვით გამჩენის მაგალითით რაც გამჩენა აუსნამოშეს ფარაშის ბოლო სიტყვე ვენისლაჰლო ვენესხალლო როეპატი აროსი გამავი სასწაულსაც ნახავს არონიო როდის როცა ცეცხლი ჩამოვიდა მაღლიდან გამჩენი გემენცხადა არონა თქვენ პირდაპირ როგორც ნახავთ შემდეგში ფარაშა ჩემინიში ამიტომ ამით დავიწყე გადავედი ფესახზე რომელიც ჩაქსოვილი არის აქ გადავედი ნისანის თვეზე რომელიც ჩაქსოვილი არის აქ და გადავედი რომ არა მარტო ჯამაათ უკეთებს გამჩენის სასწაულებს თელებს შეიძლება კერძო ჯამაათიც იყოს და გამჩენის სასწაულებ უკეთებდეს წმინდა ადამიანის ხელით და აი მაგალითი ცოცხალი 130 წლის წინათ 120 წლის წინათ იერუშალაიმში სანდებოდა რიშონ ლეციონი ვინც არიცით აშკენაზებში ისრაელში არის ორი რაბინი თავარი რაბი აშკენაზი თავარი რაბი და არის კიდე მეორე სეფარადი თავარი რაბი ქართული ჯამაათი ჩვენი არ უწევდივართ მაგაციაში რომ ჩვენი არც სეფარადები არა ვართ და არც აშკენაზები არა ვართ და სიმართლე რომ ვთქვათ ორივეს ვეკუთვნით და შეიძლება ორი რაბი ჩვენ გვირჩიოდა დამთავრდა რაღაც დავარაბათ ერთი რაბი და გამოვიდა კიდე იოლად არუხაშევა და აღინიშნა ჯგუაზე პოლიტიკური ძალა არ აქვს ჩვენ ქართველები რა რომ გამჩენმა ქრას რომ შემდეგში შესაძლებელი არის რომ რაღაცა მაინც შეიცვალოს ქრას გამჩენმა ეს რაბები აშკენაზი რაბი ამას უძახიან არავარა შილე ისრაელ როგორც არის დღეს ლაო მეორე არის რიშონ ლეციონ რომელიც რომ სეფარადების დანიშნული ამას სეფარადებში უწოდებდნენ პირველი კაცი სიონში პირველი კაცად ვინც ითვლებოდა ასე უწოდებდნენ თავარაბის რიშონ ლეციონ დღეს არის რაბი იოსები რაბი ყობადიას ვაჟი დიდი ასწავლი კაცი განთქმული რა თქმა უნდა კარგი მეგობარი ჩვენი დიდი კოლეგა შეიძლება ბევრ ამაში არ ვეთანხმებით ალაფაში ხოლო ეს ლეგიტიმურია თორა დიდია სხვა არის ჩვენი ყადათი გვაქვს ჩვენი მინაგი გვაქვს მე ამას ვამბობ კაფიოთ არ უმალამ ყველგან ვამბობ დიდ პატივს ვცემთ მაგრად გემსახურებით მიყვარს თქვენი თორა შეიყვარეთ ჩვენი თორა ჩვენი მინაგიც ჩვენი მინაგი ჩვენი მინაგია მაშა სადამ ეხლა მაგალითად სიტყვა მოიტანა ნუ ახალგაზრდა ბიჭებმა ის არის რომ არ ეკითხებიან ზოგჯერ არ შეიძლება არ აინტერესებს ხოლმე ხო იცით როგორი განწყობა მაქვს ყველასთან ძალიან დიდი მოსიყვარულე ვარ ყველასი ხაბადის ლიტაიმების სეპარატების ტუნისელების ჩემთვის არ არსებობს ასეთი რაღაცა მიყვარს ადამიანი ადამიანად ყველან უბრალოდ ადამიანი ხოლო როცა გამოუშვენ ვიღაცებმა გამოუშვა ნუ მადრიხილ ხათი ასე უწოდებენ ამას მადრიხილ ხათი ლეილხოთ ფესახ და აწერავენ თან ლეფი მინაგე და გრუზინით დაუგვიდი და რო ხედავ შიგნით დაუგვიდები წავიკითხე ახლა გადავიარე გუშინ მივიღე საღამოდი დაუგვიდი ასე დღეს წავიკითხე პატარა კიდე არის ბევრი მოკლედ აქ აზრი ამ ავტორის ვინც არის ამის წერალი რომ შემოახვიოს ხაბადის მინაგები ქართული ჯამაათ და ვიტყვი ქართლის არის მინა გრუზია მე რა არ მინახია ჯერ მაგალითად ბოლოსში წერა სულ ბოლოსში შებიშელ პესახზე წერა სეყუდათ მაშიახზე წერავს ახანა რომ ჩვენ ინე ნაგვავო თენვაგდოში ჩვენი წმინდანი მამები ეგრეთ ჩეოდნენო რომ გეკეთებინათო ბოლო კაი დღეში პესახში სეყუდათ მაშიახიო მაშიახის პურვარილიო ხაბადის მინაგია მე ხო იცით კიდევ ამბობ მეც ვიარები რო იცოდებთ არა პრობლემა რაცო მე სადაც დამიწახებენ კაი ბიდის საქმეზე ყველგან ვიარები
ბრიტმილა არის, ქორწილი არის, სეგუდად მაშიაღია, დავით ამელექის სუფრა არის. რაც გინდა, თუ გინდა ითროს სეგუდა რომ ითროს. ხო იცი? ტუნისელები აკეთებენ სეგუდად ითრო, ასე უძახიან. წელიწადში ერთხელ აკეთებენ, ტუნისელები. იქანას პატიჟობენ იქანასვა. ეთიოპელები აქვე რაღაცა. კაი თავიანთი, ორი თვის წინეთ იყო, იქანაც მესწრები. რაბი ვარ, ყველგან სადაც ამისახებენ, პატივცემ ყველას. ჩემთვის რა მნიშვნელობა ადამიანად მიყვარს. ხოლოდ მე არასოდეს არ გავბედა რომ ეთიოპელების მინაგი, ტუნისელების მინაგი, ლიტაიმების მინაგი, ან სეპარადების მინაგი ჩემ ჯამაათ შემოვახვიო და დავწერო ასე იყო ჩვენი მინაგი. არ იყო ჩვენი მინაგი. შემოვიდა, კი, შემოიტანა ხაბადის ხალხმა. კი ბატონო, ვისაც უნდა ჭამო, კაი არის, რა ცუდი არის. კი არ გეუნებიან ზმაო, იმარხულეო. გეუნებიან ჭამეს ვიდეო, იგეიბეო. მე ამის ფრიკი ვარ, გასო. მარხვაც რო ეთქვა, თუ უნდა და მე არა პრობლემა. ხოლო ნუ გავაკეთეთ ისეთ რაღაცებს, რომ ხალხი გავაგიჟებთ. ეს ამ არის შემოიტანე, ხალხი არის შემოიტანე. ჩვენ მამაბაბას რაუჩვენია, ყველამ კარგად ვიცით. ნუ აი ეს არ იყო საქართველოში და ამისათვის ვამბობ, რომ აინც ვიცით, რომ ჩვენ მინაგი ტრადიცია არ დავარღვიოთ. რიშონ ლეციონ უბრუნდები. რიშონ ლეციონ. რომელზეც ლაბარაკობ, ეს არის არაბამარფე. მოშე, ასე სახელად რაფაელ ფანეჟიელ. რიშონ ლეციონ. რაფაელ მოშე ფანეჟიელ. დილაბი. სხვადასხვის მე მაქვს მაგაზე ძალიან მაგარი ისტორია საქართველოში მოხდა. მაგრამ ის რაბი ხაღამ იაკობის გადმოცემა დავარაშვილის მამაჩემის ჩაწერილებში 1977 წელში. ზუსტად წასულშაბათ დიდარაში მაგაზე. ჩემჯამათში. შემთხვევით დიდარაში. ხოლო ახლა არ მინდა რომ შევიდე მაგამბეებში და მაგას მე ყველაფერი წერავ. მე კიდევ ამბობ და ვიმეორებ. მე არა ვარ რაბი, რომელიც რომ მასები დავწერო. მასები არის მომხდარი რაღაცები, რომ წიგნები გამოუშვა მაგის სპეციალურად, მაგის კაცი არა ვარ ივრითულზე. არა ვარ ამის, ბარუხაშენ. მე წიგნები უშვებ მრავალ, ბევრი თორები გვაქვს დახმურებული. და ჩემ თორებში ნახავთ, შინით, მაგას ერთი, მეორე, რაც ეხება ლიბრეტორას, მაგას მუხლები, მაგალითები, რითიც რომ მე ამას კიდევ აფირუშებ და კომენტარ ვუკეთებ, ჩემ დაწერილებს თუ კავშირდება. თორე იმდენი ვიდეოს თავში. რაბი ხაღამ იაკობიდან მოშიაკატანიდან ნახული და მოსმენილი. მამა ჩემიდან მისოცხლოს ღერთვა, მისი თავი რა ხელა ადამიანი, ნასწავლი. ხლა ვაპირებთ კი ქართულ ენაზე გამოვა, მოიცოდეს მაინც ამ მომსმენება და ნახველება. ქალბატონი ირინა საქართველოსდან, ჩემ ყველა ლიბრეტორებიდან მასები რაც არის, წერავს ყველაფერი ქართულად გამოდის მეზრატაშემ ცოტა ხანში უკვე ჩვენ ამას ვადგავთ თავს. შეეწიოს ღმერთი, უდიდესი მადლობა დაო, აქედან გიცხადებ, შენაც გააკეთე, აქ შეეძლო ბევრ ქართველ ებრაელ გააკეთებინა და არ გააკეთენ, აქ ქართველმა ებრაელმა გააკეთა აგერ საქართველოში, შემდის რა მნიშვნელობა აქვს, იგივე ღმერთმა სულ მომავლოს და ყველაფერი სიგეთე მის ოჯახში და მის ქმარშვილში გამჩნევა წარმატება და ბედნიერება. თორები ბევრი მაგ გამოშვებული, აი შევითორა კიდე, რომელიც მე გამოვუშვი 10 წლის წინეთ. არის კიდე დიდი აგა განთქმული. არის კიდე თალმუდზე ქვეყანა, ანუ ახლა რომ შევიდე მაგაში, რაც ახალგაზრდობიდან ბავშვობაში გამოშვებული, 17 წლის ვიყავ ჭაბუკი, 18 წლის და მე კიდე და კიდე ბარუხაშემ. ხოლოდ ვინ შევახლა მაგამ ბავშვი, კიდე გვაქვს ბევრი გამჩენა, წასული არ ვილაპარაკოთ. მოდი მომავალი დავგეგმოთ, ხო გამჩენას 180 წლამდე 180 გამჩენა და დემეწეროს მრავალი და გემესწავლებინოს კიდე მრავალი დაღათი. რაბი მოშე რაფაელ ფანეჟიზე ლაპარაკობდი, რაფაელ მოშე ფანეჟი და მოშე რაფაელ ფანეჟი. აპარაც კიდე დაარქვით, თუ ხანას წერია, ხანას წერია. მაგრაბი რიშონ ლეციონი იერუსალიმში და დანიშნული არის რიშონ ლეციონი დიდი რაბი ქოლელების კუფებზე. ქოლა კუფოთ. თელ იერუსალიმში. მაგრაბი დანიშნენ, რაც აბძანდა 100 წლისზე დაახლოებით ხდება ეს ამბავი, რომ აბძანდა დიდი რაბი ისა ბერახა. ისა ბერახა ბძანდებოდა რაბი იაკობ შაულ ელიაშანი. რაბი ხახამ ხაიმის რაბი. როიცოდეთ ელიაშვილის მაგიღო და მაგასთან ერთად დამიშოვე სალანტი. მაგრამ გაზარდა შული რაბები. ჩამოვიდნენ ხამბენსიონი, ხახამ ირმიაუ, ესენი ყველანი მაგათი გაზრდილები იყვნენ, როიცოდეთ ეს ისტორია. რაბი დავით ჯანაშვილი, განქონი, რომელიც მოიკლა 1924 წელში, გაიყვანენ, მოკლენ, ხო? ეს რაბები ამათი გაზრდილი
ბრძანდებოდა ისა ბერახა, იაკობ, შაულ, ელიაშარ, რიშონ ლეციონ იერუშალაიმში და მასთან ერთად რაბი შმუელ სალანტი აშკენაზების დიდი რაბი. გლავნი დიდი რაბი, სოფლიოში იყო მისი გადაწყვეტილება ყველაფერი მიღებული, განთქმულია. როამზანა ეს რაბი დაინიშნა ეს ფარეჟილი, რიშონ ლეციონა თავარაბად და ჩამარდა მას თელი ვალდებულობა რაც არის რაბის ვალდებულობა არის ალაღის გადაწყვეტა ჯამაათზე თვალის გახილვა ზედამხედველობა ვისაკლია ვისჭირდება დახმარება რაღაცა და რაბისთან მოდიოდა თელი კუფები ყველაფერი და რაბი ამას ანაწილებდა გაჭირებულებზე და ფესახის დღეები მოდის ნუ დამთავრდა რო ვთქვათ იყო რაბი შამდგარი იმ პერიოდში შუალეთში მორდეხაიდან და მოშემდე რაცა უზახი ამას პირველი მემი და მეორე მემი ჩემი გამოგონილია მორდეხაი არის ხოდეშადარი რომელიც არის ფურუმი ბედნიერი გოზდინახის იგეთი ხო არუყაჭა ეს ყველამ კარგად ვიცით გაიდალება გაისმა აშელოიადა გოლე აშელოიადა ცედა მე მოდის ფესახი რომელიც მოშერაბენუ განთქმულია ხელა შველა დახსნას აისრაელსი ბემემ ლემემ შუაში დამთავრებული არის ფურუმი უკვე მოდის ახლოვდება ფესახი სამთის დღეებია იერუშალაიმში ნაწვიმარი მიწაც აგოროხებული აგოროხთა მიწა თან ნაწვიმარზე ბევრ ადგილზე ჩაიტოპები კაცი ვერიარება სიარულები გასწვლები და გამოსვლები ძალიან ძნელი მაშინდელ დღე ასფალტი არის ხო ჯერ და ამ დროებზე ლაბარაკი მაშინდელ დროებზე ლაბარაკი ძველი იერუშალაიმში რაბი გადახედა კუფას დაუზახა გამეებს ვინც არიან ფულის დანიშნული ფულზე აბა 140 კაცი ყავს ოჯახი უნდა დავაკმაყოფილოთ საფესახოთ გევეწყოთ ფული არ არის რაბი კუფაში მაგალითად ამის იმედია კიდო გაგზავნილები იყო შალიახები საზღვარგარეთ თურქეთში სალონიკიში გზავნიდნენ მაროკოში ამ ყველა კუთხე სამყაროში აქეთ საქართველოს აზერბაიჯანი ბუხარა ყველგან ჩადიოდნენ შალიახები და საქართველოში იყო დაახლოებით 70 შალიახი სხვადასხვა დროებში სხვადასხვა შორის ბევრი სახელები მაქვს რომელიც ცნობილიც არ არიან როგორ დააბრუნოთ ბედად ფუცოთი ნაწერები როეზე დღეს ინტერნეტში ზიან მაგათ მოყოლები და დაუგრავენ ჩქარა და პარუყანი გაოლებია ყველაფერია თერი თორა განვილიქნენ ამიჯერეთ ფერიცას კომარაკო ისეთ სახელები რომელიც ვაფშე არიცით მიდო ამას თუ არა გაქვს მათი ნამუშევრები ნასწავლი და რებეზებით რო წერი აქ ვიყავიო და ისეთ ნამიოკებით წერამენ მე ვაგნებ როგორც საქართველოში გაზილი ბავშვი რომელიც კუთხებზე ლაბარაკი აგენ მას ვერ გაიგებენ ვინც იქაურ ეპოქაში არ არის დაყოფი და სახელები არის წესიერად და თან ყველაფერი არ წერია ასე ღიად მაგრამ უკავშირებ ერთმანეთს შველო ჩუბოთ აკიდიკების პრომოსულეთ რაღაცები უკვე ვიგებიზე ლაბარაკი მოკლედ შალიახები გაგზავნილი თელ სოფლიოში და ეს შალიახები უნდა გამოგზავნონ ამათ მაფულები არ გზავნიან არაფერი არც რეკამენ არაფერი რაბი ვიცის რომ არაფერი გამოვა ტყუილად და ძალიან ცუდღეშია კვირე უკლია ფესა კვირე ერთი კვირე ჯო ხალხი რო არის კუფაზე ბარბინან ხო დაიწყებენ მოსვლას რაბი იქნება რამე წრეულ რაბი აწუხებენ გარეთ გამოდის აწუხებენ როცა შემოდის აწუხე ხალხი უგონო ნორმალულია კაცო და ხალხი ელოდება თუ არის თუ არ არის არა საწყა აბიგი არ ყია კუბაში რატომ ამ დღეშია და რაბი გადაწყვიტა და შამაშეუნება მოსამსახურეს 2 საათითაო კაცი არ შემოუშვა შემოთახშიო ბედინში სასამართლოში ოთახი გონდა სპეციალური შეგიტური ოთახი სადაც მარტო ჯდებოდა სწავლობდა კაბალის თორებდა კაცი არ შემოუშვა ჩემთანავ და შევიდა თავის მიკვეში გააკეთა ტერმინოთები რაფერაც იცოდა ძალიან დიდი კაბალისტიც იყო ეს ბევრი არ იცის მაგრაბი კაბალისტი რაბი ძანდებოდა ნუ მათყოფის საწერებში რაღაცები ნუ არ არსებობს ეს ვინც კაბალაში არ იყო მაგას ვერ დაწერავდა არა გახლავშო რაბი ტებილა გააკეთა გამოვიდა შევიდა მის ოთახში ჩაიკეთა გარები მე შოკი სანტელი დაანთო 2 სანტელი წაწვა პოლზე გაიხადა ზეითური დასაცმელი რამოვის
გადაიცვა პლასა მეშოკი წაწვა ყოლზე და ტირის და ბღავის და სანთელი უნთია წინ სანთელი უკან ფეხთან სანთელი თავდასწარ როგორც მიცვალებული როალე ხემ და ყვირის მანი ბხაიაი უმანი ბემოთი ვინა ვარ სიცოცხლეში და შემდა რაღა დარჩება წასვლის შემდეგო ტირის ლოცვირობს გამჩნდა ღმერთო ჩემთვის თუ არა კი შომეაყელე ვიონიმათა შენ ახარ მამსმენი ღარიბების ხმის ლოცვის ხმისა ვეტა სირავლობასა და მისი დაპატიმრებულებიც კი არა გიგდია მათი ნალოცი პატიმრების მიიღე ჩემი ლოცვა ღმერთო ტირის აწყალი პოლზე კაწოლილი ბღავის ხმებით ვიღაცამ დიდარე მოდის შემოაღო რაბისთან მინდა შეხვედრაო თხოვს შამაში 2 საათი ვერ შეხვალე ახლა შევიდაო რაბიო თავის საქმეები აქვს და მეო ვერ შეგიყვანო სასტრაფო საქმე მააქო რაბისთან აზრი მჭირდება ვისწავლო რაღაცა დარიგება მაგრამ რაბი დამარიგაო სულტანი რო ჩამოვიდესო თუ უკეთიდანაო იმისთვის არ გააღო ჭიშკარი არ შემოიყვარო ჩემთანაო სულტანზე მეტი ხო არ აღარ ვიზიო გავიდა ეს კაცი ხლა ეძებს რომ მოკლას დრო ხლა მithumedes დრო მატარებლები იყო მაშინ მატარებელი იერუსალიმში და მატარებლი თუნდაც სულას კაცს ყოფილა ლონდონიდან ო მაგ სერ ხო სერ აგარი კაცი რა საქართველოში მიღებული წოდები მონტიფიორის კარგი მეგობარი მოკლედ იმ დროდან მაგრამ იმ პერიოდებში მაგარი კაცი არის თუ დამატო ვინ არის კაცმა არის თუ შემოაღო რამისთან აზრი მინდა რაღაცა შევეკითხო არ შეუშვე რამისთან გავიდა გულაობს გარეთ მოკლას დრო მაინც ვერ ითმეს შემოდის კიდე ნუ შემიყვან თუ არა კიდე დარჩა სანდახევარი რამისა ახლა ხო იყავია ტენა მოკლედ დაბძანდი ბატონო კარები დაკეტილი აქვს რამისა მე ვერ შევაწუხებოდა რომა 2 საათიო მაშინ შეიყვანო გავიდა შამაში თავის საქმეზე წავალო რაღაცები სანთლები მაქვს აყიდელიო ლოცვისთვის რაღაცებიო და ეს კაცი მარტო დარჩა კაცი მოლაპარაკე რო ყავს კიდე სხვა არის მაგრამ მარტო როცა დარჩა იქანა უკვე დაიწყო სიარული ოთახში თან რაბის ხმები ესმის რაბი რო ყვირის ამან გადაწყვიტა კაცო რა ყვირის ამ კაცსაო და ესიო ნახო რასაკეთებსო და ბოდიში ქოლა კაბოთ ყველაფერი მაგრამ ის ნახრეტი რო არის იქ როქიას გასაღების კიდის დასადრებელი იქ დაიყუდა ამ კაცმა თვალი მიუღდა იმ ადგილს და დაიწყო რას უყურებს სანთელი დანდებული წინ სანთელი გოლეხე თავის თავქვეშ ფეხქვეშ ტირის ბღავის გამჩენთან იგლიჩება იწეწება პლასა ლოალეხე საკ და ნაცარი მტვერით ამ ხელაგასი შაისი კედუში ნაცარი ყრის ობოთი მეხაიაი ტირის მიჯობნია სიკვდილის სოცხლესაო და ამან ბავში აკან გარდა ეს კაცი ეს რაბი რო ტირის ამანაც ტირილი დაიწყო ამ კაცმა და დამთავრდა ამან დაჭრების ადგილ შეშინებული აკანკანებული შემოვიდა შამაში გაიარა ამ 8 საათმა შევიყვანეს რაბისთან შეეკითხა თავის შეკითხვები რაბი პასუხები გაცა ყველაფერი შეკითხვაზე გაწუხდა და რაბიო ერთი შეკითხვა მაქვს შენთანა ბოდიშიო რომ გიბედავო მაპატიე ჯერო თავიდან ბოდიში ხოვილობო ასე და ასე მოხდაო შემოვედიო ადრეო მოკლედ დავიწყე ყურებაო გნახეო ყოლზე გაწოლილიო სანთლები დანთებულიო რა ხდება ვერ გავიგეო რა გატირებს რაბიო ხელაკაცსაო ყოლზე მიცვალებული რა ხდება გამაგერინეო რა დღეს ჩამაგდეო დაიწყო კიდე ტირილი რაფერ არ ვიდირო გაჭირებულებისთვის საჭმელი არა ფესახ ვერ აყენებენო კაცი რო მოდი ჩემთანავ და მეკითხებაო რაბიო კიდუშის ღვინის ფული არა მაქვს რა გავაკეთო რაფერო და რაბიო მერეო ხო არისო კუფა იო მარცარიელია ყველაფერი ანახათან დაუძახა ხელა ჩქარა გაბაის კუფაში არა კუფა цаრიელი არც იქნება სამსე შადარებიც გავგზავნეთ კაცული არ პასუხობს წერილები მივწერეთ არ მოვიდა პასუხი ტელეგრამა გავგზავნეთ ედალოცილები დაკარგულები არიან თუ ფულის ხიკაში სიმწრიდიარებიან რომ არ არიან ახლოს ტელეგრამასთან მოკლედ შუალეთში ვდგავართ რაბიო წლიური რამდენია საჭირო თელი იერუსალიმი მომიხედო კარგათაო 30,000 ლირა სტერლინგიო მაგარი ფულიო მაშინდელი ფული 30,000 ლირა სტერლინგიო რაბი ეუბნება 60,000 გაძლევებია
60,000. ამოიღო ჩეკი, დაწერა 60,000 Bank of Palestine. ასე იყო სახელად ბანკი, თავარი ბანკი რაც და მიდით რაბიო და ეს ფული გააჩუქე იქანაო, ნაღდი ფულია იწოდეთ. იკურთხოს გამჩენო შენი სახელი. ჯერ ამხელა რა მიგზანდებოდა. მე რომ მაგაზე მოგიყვეთ. საქართველოს ისტორია რაღაცა მოხდა, თვები დაგიდგებათ. გეუბნებით? ხლა პროსტო ახთი საათი ახლოვდება ჯერ დარაში ვერ მოვასწარი ვერაფერი, არ ვიდა რომ შევიდა რომ გადავიდეს სხვა რაღაცებს, მაგრამ ეს პაპადარმა ყოს, სხვა დროს ველონედერ, ბლინედერ. ხოლო იცოდეთ რომ აი ეს გასწავლა ჩვენო თუ რა მაქანა. ამას ვამბობდი. ვენეს ხალილო. ვენისანი გალო, ვენისანათი დინეიგა. ისანში დაგიხსენით ძალებს გამჩენი, დამზადებული ვარ დაგიხსნათ კიდე არა მარტო თელიერი ისრაელიმა შეხმობძანებით. არა მარტო ზოგადად კუთხე, ჯამაატის ვისაც უჭირს, პრაივეტი ადამიანიც ვისაც უჭირს. გამჩენი გზანდება ყველას მომსმენი. რომელი გზით ვის უგზანის გამჩენი აზრზე არ ახარ. აზრზე არ ახარ. დამჯდები დაგადის ღამეს. გაიტანე შედარებისო. ასე მომწანა. იყავი ლარჯი. ხედავ მეზობელი ყავს ვიღაცა არ ვერაყენებს ეს რა დაგადას. შემოიყვანე შემგვერდში დაიჭინე. ხედავ მე მახსოვს რომ 90-იან წლებში ჩამოდიოდნენ რუსეთიდან ჩამოვიდა ბევრი ხალხი და ბევრი ლუალეხე სანახველოში საჭმელი ღებულობდა ნაგავიდან. გასულს ეს პერიოდი. ხო იყო დრო ხილობა. ბაზარში მაღასროთებ რო გზალიდნენ ჭრიდან მაღასროთებ, იმ მაღასროთებზე მიდიოდა ეს რუსობა ზოგადად ჭამეიგიდან. რასაც ვაგიდებდი იდრო იყო არ ქონდა წაწყვეტ და ჩამოიყვანა ისრაელმა პატივისა ყველაფერი, მაგრამ მაგენი რუსეთულ წყობას იყვნენ მიჩვეული კიდე დაგრახაებულ წყობას და ასე იყო. ესე რა ხალხად მოყავს იმჟოთა ავიდოლი პერმანამ დებედავს. თეშულის გულების ეს გამჩენავენ. და დაგრახავა გამჩენა ხო ბარღაშ ესე ყველა ვინც რომ თორაზე წინამდეგება არ შეიძლება. მე მაინც სიგედეს გავხსნები საცხა. თეშულის დაბრუნს გამჩენ, ცოლიღას ბედნიერი, გამჩენიშვილი თეშულის დაბრუნებული გალი. შედაროცილო აქამდე რა მიგიყვანა რომ ასე შენძნებ ამ წვერიანებ როგორ აგინებ ასე ვერ გავიგე მართლა ოთაყოლავი ხო არ აღარ კაცო ფაშისტი ხო არ ახარ ხოლო ედროები იყო ახლა ისრაელში ხალხი გოლეხე ხედავ ასეთ ადამიანებს შემოიყვანე აჭამე რაღაცა მიეცი ჩამოდები ჯიბეში შემეზობელ გაჭირებული კაც ვიღაცას მრავალი პატრონი შვილის პატრონია არ ყავს პატრონი მხედველი გავხსენი აზრი როდაჭდები აგადის ღამეს დაიწყებ ალახმაყანია დიახალუ აბათანა ბიარყა დემიცრაიმ ესე პური ტანჯულობისა რომ შამდენ მამები ჩვენი შინაიმა ქვეყანასა რომ იცრაიმისასა ამას როცა რომ იტყვი ასვაღოლებ ყოველი რომ შიერია მოვიდეს და შამოს ყოველსაც რომ სჭირდებოდეს მოვიზდეს და იფესახოს ამ სიტყვებს რო იტყვი შენ კარები არ მოხდეს დაკიდე ხამენცია რო ყარდა ხამენცია რებაში ამას რო იტყვიო კარები ღია უნდა ხონდეს პრაიციო რომელი ანგელოზი შემოგიღებს კარებსაო კარები ჩვენი მინაგი იყო კარები გაღებული იყო გაღებული ამას რო იტყოდით ალახმაყანიას კიდე იყო ჩვენი მინაგი ალახმაყანიას რო ვიტყოდით ნიკით ხო ასე იყო ნიკით ვიცოდით სტოლის აწევა სულ ჩვენი მინაგი ალაღაში ძირითადად რო იცოდეთ მის ისწავლა ამოკ პარტიის პრეზიდენტმა ზეიდან შეიცვალა მე რაღაცა სტოლები რო დამძიმდა ძალიან მაგრამ მე მომიწერას მიდაბე მიმაтай შენა ასუა შულხანოთ შენან უქვედი ენა ნუმარი მიმა შულხანოთ значит რა იყო მინაგი ძირითადი სტოლებს წერდნენ და ეს დარჩა ქართულ ჯამაათ მინაგად სტოლებს წერდით ნიკებით ყველა დადერდა დამსწრები ვის ვიყავით აქედაც და ნიკები და არ წერდით სტოლ და ალახმაყანია აქან რა გააკეთეთ ის რა შემოიტანეს კეყარა იპატარა პოდრუსი ასეც არის დალაგებული მაცა ხრილი რაღაცა ნიკები და არ წერდა ალახმაყანია ცედერ კაია ესა გავრი მინაგია ასე გადაწყვეტა ფოსკიმევა მაგრამ ჩვენი მინაგი არ დავიწო რატო იცი ჩვენი მინაგია ნამდვილი მინაგი რაც იყო თვითონ არის დასასტურებელი დაწერილი მაქვს ამაზე საკალახა რომ ჩვენი მინაგი თუ ვარდა სტოლია ძალიან ძიმე სტოლი არც მე გირჩევთ სახლებში ხლა წელში რო გაწყდებით ნუ დაიყენე ფასად ერთი აღადის ღამის სტოლის აწევას თელი კვირა მე წამწოლი რო იქნება რო ძალიან თქო ჭუით მიუდგეთ ყველაფერი თუ არის საშუალება
პატარა უბრალო სტოლი რაღაცა ცოლი ქმარი ჯიხარ რაღაცა გააკეთე მამა პაპურად ბედნიერად ან შვილებით ხარ ექვსისრული ხარ შეგიძლია აწიოთ არა პრობლემა მაგრამ თუ არიან ხელა ვებერდელა სტოლები სპილოს ფეხები რო აქვს არის სტოლები მაგარი მასიური რა წეს იმას ამიტომ ეს არ დავივიწყოთ ეს ხალხი ბევრებია გავლილი ამგვარში ჩემო დეიდა ნათელა მყავს აშკერონში ცხოვრობს დედაჩემის და დიბერტორაზე გემეხმაურა რაღაცაზე და თან მაგონდებაო ჩვენი პრაივეტ ისტორია პრაივეტი ამას მე მოვყვები რომ წყალობები და გავუკეთო ცხონებულ ბიძაჩემ რომელიც იყო ჩემი სანდაკი ჩემი ნათლია იყო მაგას ეკვა სახელად შოთა ერიმიას უძახდნენ საქართველოს ხაიაში ასე უწოდებდნენ მეგობრულად ასე უწოდებდნენ ყველა იცოდა შოთა იზრელაშვილი დედაჩემის ძმა და ნათელას ნათმოდა ძმა და დედაჩემი ყვება ასეთ რაღაცას ჩვენაც გვაქვს პრაივეტი სასწავლები ნესებიო თავგადასავალი ისტორიები ოჯახური ჩვენიო და მოყვა 1961 წელში როცა რომ სტალინი მკვდარია 53-ში მოკვდა სტალინი 60-ში ხრუშჩოვის პერიოდია ხრუშჩოვი იყო მაშინ პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტი და მაგან შეუვიწროვა ძალიან საქართველოს თქვილით პურის თქვილით შტატ 61 ეს პერიოდია დაახლოებით ასე მაშინ მითომ საქართველოსაო მჭადი აქვს მჭადიო ჩვენ უნდა მჭადაღერილი ხო და იმ მჭადი რო აქვს რა შეიძლება ბაგაცაო კიდევ პურიკაკალიო ხორბალიო მაინც ხიმკებახო კებახიტაო ეშლაემო მჭადიო და ჭამალო ჭადიო კარტოლებაო და მეო დანარჩენ რუსები ვხედავო და პურიკაკალსაო და ქვილსაო სხვაგან გამზარიო და პრობლემა იყო არ იყო საქართველოში ქვილი არ იყო პურიკაკალი არ შემოდიოდა წესიერად რუსეთი არამაგარებდა საქართველოს წარაზლებდა ამ საშუალებებს და შეიგნა სიტუაცია რომ ხლა მასები უნდა გამოცხეს ამასაკო და ცაკაიაში გამოცხადა რაბი ხამ ინსტიტუტზანდებოდა რაბი მაშინდელ პერიოდში ხამბენციონი მზადდებოდა და გამოცხადა რაბიმ რომ აბაო ხამბენციონი ბრემაშვილი დიდი რაბი და თავიანთი საცხობი ადგილი ჰქონდა გაწყობილი თავის ალაღი დილით ყველაფრით და მოიტანოსო თითო ოჯახმა თავისთავად გადაარჩინოსო რაღაც ადგილიდან იშონეთო პურის ქვილიო ისე იშონეთო პურიკაკალი მერე უსიმდეხინა ამას კი დაბქვამდნენ აბარა ხალხი მოდინ აფერიკო შენახული ყველაფერი და მოიტანეთო ჩვენთან როცოსო და რამდენი მოიტანო 9 კილოგრამის მეტი გამოგიცხობთო მოტანილი 5 კილო მოიტანე 5 კილო გამიგეცხობა მაცაო და ასე და წასულა შოთა ბიძაჩემი ჩასულა რუსეთში რომ მეტანა იქიდან რუსეთიდან მეტანა პურიკაკალი და თქვილი მოიტანეს პურიკაკალი დაფქვენ მაგრამ რაფერ უთხრენ დეიდაჩემი ასე ამბობს დეიდაჩემი და რაფერ თქვენ თქვენი თქვილიო გაქარწყლდაო ესე იგი გაქრა წყალით იყო და თქვილმა ვერაიტანა და ვერაიზილა და მაცემ ვერ გამოვიდაო და მოკლედ გამოჩნდა ბოლო-ბოლოს წასულა დონეცკში უკრაინაში დონეცკი ბიძაჩემმა დაუკვირდი რომ საფესახოთ მაცა რაფერ არ გვიქნება კაცო ჩასულა ბიძაჩემი ეს არის 1960 წელი და დონეცკიდან ჩამოუტანია მაცები იქანა დიდი ჭიშმარიტი ებრაელობა ცხოვრობდა გამოცხარე მაცები გამზადებული და იმით დაუყენებიათ იმ წელიწად აგატა ხლა ის ვითხარშინე რო დაჯებიან აგადის ღამეს ასეთი ოჯახი როცა დაიწყებენ და ესე პური ტანჯულობისა რომ ჭამდა მამები ჩვენი არაგივა სიცილი პირზე ვისი მამები ჩვენიც ჭამთ აგერა ზეგვარ თართემა შმახ გამახლვა ვოთენუქაზე ვეგამანახნუ ახლინ ლეხემ ყონი ჩამოტანილი დონეცკიდან ჩამოტროს ხაციდან ეგ წყალებით ხამხავით და ასე იყო ასე თომაღას ეს ჯერერთი რაფერი აცხობდა ჩვენ მამა პაპა რაფერი ნახავდნენ სიმწრით ინახავდნენ ყველაფერი ბიჭო ბიძამ 29 წლის ასაკში კაცმა ახალგაზრდამ რუსეთში ჩავიდა ქვილი ჩამოიტანა არივარგა დონეცკში ჩავიდა უკრაინაში იყიდა მაცები და ჩამოიტანა და მევინი ეს გასავლის საერთოდ ერთ კაცს რომ მოყვები მოდი გვაძლევს პერსპექტივას სურათ გვაძლევს მიდამოებაში იქაურობაში როგორ იყო ეს კედუშა
როგორ იყო ფესახი, როგორ იყო ქალები რას უძახდნენ ამ კვირას, თქვით, ფხეკის კვირე, ფხეკის. რომელ ენაშია მითხარით ისრაელში? იდიშურად არ არის ასეთი დამაგვარი, სეპარატებში არ არსებობს დამაგვარი ფხეკის კვირე. ფხეკა არის კედლების ფხეკა. თუმცა მარაგველებში ყოფილა ასეთი რაღაცა დომელეზე, ამბობენ ასე. მე გავიკითხე, აიგე? ამბობენ ასე. ხოლო რა ჩვენშია? ხო მაგალითად ჩვენში იცოდნენ კიდე ჩვენში. ტიშყაბეების დღეებში ამბობდნენ დანის შეკრის კვირე. შაბუა შელ כשיრად ასაკინ. დანას რა შეკრა ჭირდება, გამაგებინე, რას ნიშნავს ეს სიტყვა? რას გულისხმობენ, იცი ალახაში წერია. შებეზორი მაელე, სადაც ჩვენ ამ დღეებში არ კლამდნენ საქონელ არ კლამდნენ. რო შეხატი? ლამა? ადამიანმა არ დაკრაზოდა შეცდომით დაჭერილი. არ იყო ახლა მაცივები როგორც დღესე ბარუხაჩემ შეინახა ზოგჯერ ჭამ, ზოგჯერ არ გეწყინოთ არავის. ქათამ ჭამ და გამჩნდა რომელ დროდან მისვალებულია ქათამი. შეიძლება 6 თვის აბზანებულია. შეიძლება 1 წლის, წელსადახევრის მაცივარში არ გეწყინოთ, სხვა დრო დადგა. წასულგერებს ეს დედაჩემ, ვასელე დედაჩემ. დედაჩემა გამოვატანა თელ კუბად. 3 წლის წინით. ცოცხალი უბზანდებოდა, ბოლო ზანდარში კუბადი გამოგვატანა და რაღაცა მიზეზების გამო არ გამიგებდნენ კუბადი და 4 კვირის წინით შემაცულმა არის კუბადი და მე არ ვიცი ახლა კაი არის არ არის მე გავაკეთებოდა ვნახოთ ორი სული და სულ ყველაფერი ბედნიერი ბემეთ და დედაჩემის ნახელავი რომ ჭამე და ჩემი შვილი პატარა რომელიც დედაჩემის შვიდზე დაიბადა დედაჩემის გადაცვალების შემდეგ შვიდზე ზუსტად მთელი კვირე ჩემი შვილი ბალიცაში იყო ვერ მორჩა მთელი კვირე დედაჩემი რო აბრძანდა იმ წუთიდან წაიყვანენ იკურთხოს ღმერთო შენი სახელი და მორჩა ზუსტად შვიდზე რო დარას ვიწყებდი მე მოვიდენ და მეუნებიან რომ იცოდეო მორჩა შენი ქალიშვილიო გოგო გეყოლავ და დაარქვენ მართლა ლიანი სახელად დამოგვარ რაღაცა ბარუხაში მე ამიტომ რომ გითხრათ იცი ესე იგი შეინახება იმ დროები საქართველოში არ იყო ამბავი არ იყო მაშინდელი განიდა უზახდნენ დანის შეკვრის კვირეს კოშრიმ და საკინი ესე იგი შოხეთი ვერ დაკლებდა კანონი იყო საკონი იყო ასე ინახავდნენ ასე სახელით სტიგმებით და დაბეჭდავდნენ იტყოდნენ ასე საჭირო და დარული იყო და ასე შემორჩა მოჯამაატა ყველას ასე შემორჩათ კაინღე შაბათი ყველა განჩენა ღმერთმა დღეები და წლები გაუგზავნოთ ამენი რაცო წრეულ მე მინდა რომ ცოტა არახოდებზე გადავიდე იმიტომ რომ წრეულ ეს არის ცოტა სხვანაირი წელიწადი ამ ფესახის მხრივ და ბევრ ამაზე არის აქ უნდა ვიგულისხმოთ გავითვალისწინოთ დინი ალახა რას ამბობს ყველა დეტალზე ყველა საკითხზე სამთის ანთება იქნება თუ ეს არის კიდუში თუ მიღება თუ ვეხენ და მე მოკლედ ყველაფერი მე ახლა თავიდანვე ვამბობ მე არავის დამრიგებელი არა ვარ არ გეწყინოთ შეიძლება ზოგიერთის დამძიმება რასაც ვიტყვი მე ვამბობ რა წერია თორაში თქვენინება მე როგორც გაწყობილი მაგიდა სტოლი საჭმელი სასმელი ყველაფერს იგეთი მოდი დაჯექი ჭამე ინეპე ხელი დაიბანე აკურთხე და ჭამე დაგილაგეთ ყველაფერი და რაც გამჩენმა ღმერთმა მოგცეთ ამენ მე დაგლოცავთ რაც შეიძლება ყოფილიყოს ფესახი მხიარული და ქაშერი ოჯახებში დეგეყენებინოთ ყველაფერი პირნათლად ასე გლოცავთ ყველას